საღამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს და ჩემი დიდი პაუზის შემდეგ როგორც იქნა გამოვჩდი თქვენთან, ძალიან მომენატრეთ და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ძველი ვიდეოები როგორც ჩანს გივარდებათ მაინც და ნახულობთ ხოლმე კომენტარებს ვხედავ თქვენს ესეთ კარგ კომენტარებს და მოდი ახლა ბევრი აღარ ვისაუბროთ, დავიწყოთ გაშლა და იყოს თქვენს პირად ცხოვრებაზე, ხო? ჩვენი გაშლა. ჯერ თუ გყავთ ესეთი პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, ჩაიფიქრეთ მისი სახელი და გვარი, გავიგოთ რა სიტუაციაში იმყოფებით ამჟამად, რა ურთიერთობის რა ეტაპზე, ან რა სიტუაცია გაქვთ ურთიერთობაში ამჟამად, ხო? გავიგოთ. თქვით ამ ადამიანის სახელი და გვარი. და მოდი მგონი ხანჯერა მაგხია და ჩემი ხმა მგონი აღარ ისმის. დაგკეტა. აი ესე მეგობრებო, მე მგონი ახლა უფრო კარგად ისმის ჩემი ხმა. ისედაც ისეთი ჩუმი ტემბრი მაქვს და რეა ფანჯერაში მეგონი საერთოდ აღარ ისმოდა ჩემი ხმა. მოდი გავიგოთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნებაც და თქვენ შორის რა სიტუაცია ამჟამად. ის ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ, რა სიტუაცია გაქვთ ურთიერთობაში ამჟამად. რომ უფრო მეტად მივხვდეთ, რამდენად რეზონირდება თქვენზე. ოჰო. საინტერესოა მეგობრებო, აქ ვიტყოდი იმას, რომ თქვენ შორის ორმხრივი გრძნობა ნამდვილად არის, მაგრამ რაღაცა კონფლიქტის საფუძველზე შეიძლება ესეთი რაღაც დიდი კონფლიქტი არც ყოფილა, მაგრამ ესეთი ურთიერთშეკამათების ფონზე ამჟამად ცოტა მოლოდინის რეჟიმში ხართ გადასული, აი რაღაცნაირად თითქოს რაღაც ერთი ეტაპი დასრულებულია თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ ეს ორმხრივი მაინც არის თქვენ შორის ორმხრივი გრძნობა და უნდა გადავიდეს ეს ურთიერთობა რაღაც ახალ ეტაპზე. ნუ ეს ახალი ეტაპი რა მხრივ განვითარდება, ამას ყველასთან ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა და შემდეგ რომ ჩავშლი უფრო მეტად მაგას გავიგებთ, მაგრამ ეს ურთიერთობა ნამდვილად უნდა გადავიდეს, უნდა შეიცვალოს რაღაცა მხრივ. აქ ნამდვილად არის მოლოდინის რეჟიმი, აი რაღაცა თითქოს რაღაცა მოხდა და აი ამის ფონზე ორივე ელოდებით თითქოს რაღაცა ერთმანეთს. აი ესეთი სიტუაცია გაქვთ ამჟამად. რაღაცა ახალი უნდა დაიწყოს ნამდვილად, უნდა ამოქმედდეს, იმიტომ რომ აქ ყავს ფონად კვერთხების პაჟი, სადაც აი თითქოს როგორი სიტუაცია იცი, აი რაღაცა იწყება, რაღაცა ახალი უნდა დაიწყოს სულ თავიდან. აი ესეთი სიტუაცია ახლა თქვენ შორის. მეგობრებო, ვისაც კონკრეტულად აი ეს სიტყვასიტყვით არ რეზონირდა აი ეს რაც ახლა ვისაუბრე, იცით ხო ჩემი სტილი როგორია, ის შემდეგ რომ დავსვავ ერთი და იგივე კითხვას, იმას მოусმინეთ და იქ შეიძლება გაიგოთ სათქვენო რაღაცებიც. კარგი, მოდი მაშინ გავიგოთ ახლა რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით ამჟამად.
ფონად ისევ შეყვარებულები ამიგვები და ამ ადამიანს გრძნობები ნამდვილად აქვს თქვენს მიმართ და ვიტყოდი იმასაც, რომ თქვენს გაქვთ, იმიტომ რომ სთესების ორიანი მაინც არის ისეთი ორმხრივი გრძნობა რა, ძალმხრივი ნაკლებად. რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით ამ პიროვნებას? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ თქვენს მიმართ ფიქრები აქვს თავში სულ, აი მუდმივად ფიქრობს, მუდმივად რაღაცას აანალიზებს, საკუთარ თავთან ბრძოლები აქვს, აი რაღაცას იცით როგორ მდგომარეობაში, აი თითქოს საკუთარ თავს ებრძვის ეს პიროვნება. ასევე დავაზუსტებ იმასაც, რომ ამ ადამიანს ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ მასზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა გაქვთ, ძალა გაქვთ რაღაცნაირად, იმიტომ რომ ამას იმიტომ ფიქრობს, რომ აი მიუხედავად ამ სიტუაციისა, მაინც სულ თქვენთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ფიქრობს, სულ რაღაცას აანალიზებს, ასე რომ იყოს, ისე რომ ყოფილიყო რაღაცა. ასეთი მდგომარეობა აქვს ამ პიროვნებას და ებრძვის საკუთარ აი ამ მდგომარეობას, რა სიტუაციაშიც არის, აი ახლა თავის შინაგან მდგომარეობას ებრძვის. სიმართლე გითხრათ, აქ ბრძოლა იმიტომ აქვს საკუთარ თავთან გამართული ამ ადამიანს, რომ თითქოს დიდად არ სუნდა აი ასეთ ზეგავლენას რომ გრძნობდეს თქვენს ზეგავლენას რომ გრძნობდეს, აი ეს დიდად არ სუნდა. სხვათა შორის ეს ადამიანი ასევე ფიქრობს, რომ როგორც ადრე იყო და უშუალოდ რა ტიპის ურთიერთობაც გქონდათ, ესე აღარ გაგრძელდება ეს ყველაფერი. და აი ზუსტად ამ რაღაცებზე ეფიქრება, ძალიან ისეთ ტრანსფორმაციაშია ეს ადამიანი. აი ამ თავისი ფიქრებით, თავისი ამდენი ბრძოლებით, შეიძლება ზოგიერთთან რეზონირდება ისედაც, რომ აი რაღაცების გამოსწორებას ცდილობს საკუთარ თავში და ზუსტად ამიტომ ფიქრობს, რომ როგორც ადრე მიყავდა ეს ურთიერთობა, იგივენაირად აღარ უნდა გაგრძელდეს და ვეღარც გაგრძელდება. ხო. მოდი კიდევ ვიკითხოთ, რა ფიქრები აქვს ამ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით? ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ, რა ფიქრები აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით? აქ მეგობრებო, ვიტყოდი იმას, რომ ამ ადამიანს სურვილი აქვს ნამდვილად რაღაცის თავიდან დაწყების. უფრო ძირითადად აი ერთი სტილის პასუხები მომდის სულ და ფიქრობ, რომ აი ასეთი თავში რაც ვისაუბრე, ხო, აი რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, თქო, აი ასეთი სიტუაცია ვისაც გაქვთ, ძირითადად მათზე რეზონირდება, იმიტომ რომ აი აქ ხა რომ ვშლი თან და თან უკვე მეორედ ვიკითხე უკვე და რას ფიქრობს თქვენს და ძირითადად სულ აი ამ სახის პასუხები ამომდის. რას ფიქრობს თქვენზე მეგობრებო? აი ფონად ამოგვივიდა იმპერატორი ქალი. ქალი, რომელიც არის მისთვის მთავარ როლს ასრულებს, ასე ვთქვათ, მის ცხოვრებაში, ძალიან ძლიერი კვალი დატოვეთ მასში, წარუშლელი და ქალი, რომელიც მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე ქალი, რომელიც მოისაზრება აუცილებლად პოტენციურ მეუღლედ. თუ მეუღლე იყავით, ხო, რა თქმა უნდა, ეს თქვენ ხართ და გააღიარებთ, რომ თქვენს გარდა სხვა არავინ არ უნდა ნამდვილად. თუ არ იყავით, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ უნდა იყოთ ის ადამიანი, ვინც მას ცხოვრებაში გვერდით ეყოლება. რადგან აგიქვავთ როგორც აი ძალიან სტაბილურ, ძალიან თვითკმარ, ისეთი მყარ ადამიანს.
და ძალიან აფასებს თქვენში შეგიძლიათ იყოთ როგორც კარგი ოჯახის ქალი, ასე ვთქვათ, ასევე წარმატებული ქალიც, კარგად შეგიძლიათ ფინანსების გამომუშავება, ხო, და ოჯახის მართვა, ეს ბეჭდების დედოფალი და აქეთ ეს იმპერატორი ქალი გულისხმობს იმას, რომ თქვენ მის თვალში, ასე ვთქვათ, ზეაღმატებული ქალი ხართ. ქალი, რომელსაც მოსწონს ასევე საკუთარი თავი, აფასებს საკუთარ თავს. ასევე მომდის იცით როგორი შეგრძნება, როგორი ენერგიები, რომ ქალი, რომელიც არავის აპატიებს დამცირებას, ისეთ პიროვნებასთან არ ჩერდება, ვინც მას სუდად ეპყრობა, ხო? აი ძალიან ძალიან თავდაჯერებული და ისეთი ოჯახის ქალი ხართ რა, ანუ ოჯახის ქალიც და პლუს შეიძლება ვიღაცები ბიზნესლედებიც იყოთ, არ ვიცი. აი ძალიან კარგად შეგიძლიათ ერთმანეთს ესე შეუთავსოთ ოჯახი, კარიერა, ფინანსები, შვილები, აი ეს ყველაფერი კარგად შეგიძლიათ გადაანაწილოთ დრო. სხვათაშორის ძალიან რთულია ამ ყველაფრის გაკეთება და ეს ადამიანი ფიქრობს თქვენზე, რომ თქვენ ხართ აი ასეთი ქალი, რომ შეგიძლიათ ყველაფერს სათანადოდ დაუთმოთ დრო და ყველაფერში ერთნაირად იყოთ წარმატებული. რას ფიქრობს კიდევ ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით? ფიქრობს თავიდან დაწყებას ამ ურთიერთობის და მუშაობას ამ ურთიერთობაზე აუცილებლად და ფიქრობს, რომ რაღაცა უნდა აწყოთ, ერთად უნდა აშენოთ რა თქვენი ცხოვრება. აი ფიქრობს ამ ყველაფერს, რომ აი თქვენ ხართ ის ქალი, ვისთანაც შეუძლია, ვისთან ერთადაც შეუძლია, რომ აი ეს საერთო ცხოვრება, საერთო ჭერი აწყოს, ასე ვთქვათ და კარგი პოტენციალია თქვენში, აი ამისი ასეთი ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით. და ასევე ფიქრობს, რომ ძალიან კარგი დედა, კარგი მეუღლე იქნებით მისთვის. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით? რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით? აქ ფიქრებზე მეტად უფრო გრძნობები ამოდის. აქ რა ხდება მეგობრებო? აბსოლუტურად ყველა კარტი თითქმის ამოვიდა თასების ფონათაც ესეთი თასები გვაქვს, ძალიან დიდი მონატრება. აქ უფრო გრძნობებზე ვისაუბრებდი, იმიტომ რომ ისეთი არკანები ამგვივიდა. ადამიანს აქვს ძალიან ისეთი ემოციები თქვენს მიმართ, მონატრების შეგრძნება, მოლოდინის შეგრძნება, ბედნიერების, ერთად ყოფნის, აი რაღაც ისეთის შეგრძნება, რომ აი როგორ გითხრათ, თითქოს თავის შეკავებაც უჭირს უკვე აი ამ ემოციების მართვა შეიძლება იცით როგორ აქვს, აი ზოგადად თასების ტუზი ყველა არკანში არის ხოლმე ისეთი, რომ აი წყალი გადმოდის, ხო, აღარ ეტევამ თასში და მეც ისე ვფიქრობ ხოლმე თასების ტუზი, როდესაც ამოდის, ამას არ მივაწერე ხოლმე რომ რაღაცა სამუდამოა ეს ყველაფერი, თუმცა აი ამჟამად ესეთ მდგომარეობაშია ეს პიროვნება, აი ესეთი ემოციური ფონი აქვს თქვენს მიმართ, აი ასეთი მოლოდინის რეჟიმი, მონატრების რეჟიმი და ასეთი ბედნიერების შეგრძნება აქვს თქვენ რომ გიხსენებთ და სურს გაერთიანება თქვენთან, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, აი ამ ასეთ ემოციებს და ასეთ ერთ ამბავს, რაც შინაგანად აქვს და განიცდის, ამ ყველაფერს ბლოკავს საკუთარ თავში.
ის ბოლო ძალიან გამიკვირდა, რაღაც ისეთი არკანები ამოვიღე, რომ ვიფიქრე, ვაი, აქ რა ხდება თქო და აი ბოლო ძალიან გამიკვირდა. ადამიანი, რომელიც თulis, რომ არ არის საჭირო ეს ყველაფერი რომ გამოავლინოს თქვენთან, არ გაგრძნობინებთ ამ ყველაფერს, რასაც თვითონ განიცდის, აი ამ ემოციებს არ განახებთ და საკუთარ თავში იბლოკავს ამდენ ემოციას, მეგობრებო. და ამავდროულად ამ ადამიანს, რომ ასეთი ემოციური ფონი ქონდეს და შეძლოს თავის შეკავება. თუმცა მომავალში აუცილებლად გამოვლინდება ეს ყველაფერი და ძალიან გაუჭირდება ამ ყველაფრის გაანალიზება და გადახარშვა. ყოველ შემთხვევაში ამჟამად ეს ადამიანი ფიქრობს, რომ არ არის შეიძლება სწორი დრო, არ არის აუცილებელი ახლა გამოამჟღავნოს ეს თავისი ემოციები. ნუ მოკლედ ამ ადამიანს ვერ ვიტყვი რომ ახლა იცით როგორი მომენტია, ამჟამინდელი მონაცემებით ვიძახით, ხო? ზოგადად რას ფიქრობს, რას გრძნობს ეს პიროვნება. ამჟამად ეს ადამიანი არის ძალიან დიდ ემოციებში თქვენს მიმართ, განიცდის ბედნიერებასაც, მონატრებასაც, მაგრამ ამ ყველაფერს არ ამჟღავნებს. და გიმალავთ, მალავს, შეიძლება საერთოდ ფიქრობთ, რომ არც ადარდებთ, არც ფიქრობს საერთოდ თქვენს და ამ დროს ეს პიროვნება საკმაოდ ემოციურად არის თქვენს მიმართ განწყობილი. კიდევ ერთხელ ხوار მეკითხა, მოდი. კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით? რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით? ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ? ხო, ამ ადამიანს ვიტყოდი რას იცით, მეგობრებო, რაღაცის შეცვლა სურს ამ ურთიერთობაში, ნამდვილად უნდა ცვლილებები, უნდა თითქოს აი იცით როგორი შეგრძნება აქვს, რომ გამარჯვებული გამოვიდეს რაღაც, აი არ ვიცი თქვენ შორის ამოხდა, მაგრამ აი ესეთი შეგრძნება აქვს, რომ უნდა ესეთი თავაწეული მოვიდეს, ან გამარჯვებული შეგრძნება გქონდეს, ხო? ამ ადამიანს ესეთი ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით, ასევე ვიტყოდი იმასაც, რომ აქვს საკმაოდ ისეთი მოლოდინის, მონატრების შეგრძნება, ხო? და ასევე ფიქრობს, რომ რაღაცა ეტაპი დასრულდა თქვენს ცხოვრებაში და ფიქრობს სტაბილურობაზე თქვენთან დაკავშირებით, მეგობრებო. აი, რაღაცის შეთანხმება, მოდი შევთანხმდეთ რაღაცაზე, რომ იყოს ჩვენი ურთიერთობა სტაბილური, მივიდეს ოჯახამდე. აი, ესეთი ფიქრები აქვს ამ პიროვნებას, ხო? არ ვიცი რა ურთიერთობა, როგორი სტილის ურთიერთობა გქონდათ, რატო ხართ ცალ-ცალკე, ან თუ არ ხართ ცალ-ცალკე და რაღაცა ისეთი ასე ვთქვათ, არასახარბიელო სიტუაცია გაქვთ ურთიერთობაში, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც ცალ-ცალკე უნდა იყოთ, იმიტომ რომ აქ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ უნდა დაასრულოს ეს ამდენი მოლოდინი, მონატრება და გადავიდეს მოლაპარაკებაზე, ქმედებაზე. ხო, რომ წავიდეს ეს ურთიერთობა უფრო მეტი სტაბილურობისკენ, უფრო მეტიც არ ქვია, აი ოჯახისკენ რაღაცა. იმიტომ რომ ეს პიროვნება აღგიქოვთ როგორც თავის ოჯახად, ხო? უკვე აი ესე ფიქრობს თქვენზე და უნდა წაიყვანოს ეს ურთიერთობა აი ესეთი დიდი სტაბილურობისკენ და ეს იქნება მისი გამარჯვება, ასე ფიქრობს თვითონ. ძალიან კარგი. კარგი პოზიციები იყო ნამდვილად. დამიწერეთ მეგობრებო კომენტარებში, ვის რეზონირდება ეს გაშლა. ძალიან მომენატრეთ და
გამიხარდა მე თვითონ რომ მოვახერხე დღეს თქვენთვის ვიდეოს ჩაწერა. კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 59116 ხო, კიდე დავამატებ იმასაც მეგობრებო, რომ ვინმეს თუ არ გსიამოვნებთ ჩემი საუბარი, იყო ერთი კომენტარი ასეთი, ამას წინაც წავეკითხე და ეხლა გამახსენდა უცებ, ვინმეს თუ არ სიამოვნებს ჩემი საუბარი, მე მგონი აქ არავის არაფერს აძალებს და შეგიძლიათ მოусმინოთ იმ ტაროლოგს, ვისი საუბარიც გსიამოვნებთ. ამიტომ აქ მეც მქონია ესეთი მომენტი, სხვათა შორის, რომ ვინმე ფსიქოლოგს უსმენ, ტაროლოგს უსმენ, ყველა საუბარი კი არ მსიამოვნებს, კაცო, ეს არ არის სავალდებულო, არც საწყენია. უბრალოდ მე არ მესმის ის მომენტი, რომ რატო უნდა დაუწერო ადამიანს ის, რომ რაღაცა იმისგან რა გსიამოვნებს, მით უმეტეს, როდესაც არავინ არაფერს არ გაძალებს, ხო? ხო, მეც აღარ ვისაუბრებ ამ საკითხთან დაკავშირებით. ვისაც გსიამოვნებთ ჩემი მოსმენა, დარჩით ისინი ჩემთან. დაგემშვიდობებით ახლა 7 ღამეს გისურვებთ ყველას დროებით.